ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ შენი ნაშრომის შესახებ საუბარი, ანუ ჩინეთის დამოკიდებულება ტაივანთან მიმართებაში. რაზეც სინამდვილეში ბევრი იწერება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრმა არაფერი იცის. და რახან შენ ყველაფერზე იმუშავე, მოდი გითხარი და დავიწყოთ თვითონ პეკინის ხედვა როგორი არის ტაივანთან მიმართებით დღეს. კი ბატონო, ჩემი საკვლევი თემა იყო ტაივანის ჩინეთთან რეინტეგრაციის მარცხის მიზეზები. გამოვიკლია როგორც ჩინეთის პოზიცია, ასევე ტაივანის და ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე საერთაშორისო სამართლის ჭრილშიც განვიხილე ეს თემა. რაც შეეხება კონკრეტულად ჩინეთის პოზიციას ტაივანის მიმართ, სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა მიდგომები ჰქონდა. თუმცა ყოველთვის ჰქონდა ერთი ჩინეთის პოლიტიკა და არასოდეს არ განიხილავდა იმას, რომ ტაივანი ყოფილიყო დამოუკიდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ჰქონდა ესეთი მიდგომა, რომ ეს არის დროებითი და რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად ტაივანი დაუბრუნდება ისევ ჩინეთს. რა უშლის ხელს პეკინს ახლა, რომ პირდაპირ დაიბრუნოს? ან როგორი განწყობა აქვს თვითონ ტაივანს, ასე ვთქვათ, პეკინის მიმართ? ტაივანს თვითონ როგორი განწყობა აქვს, ხომ? ტაივანს თავიდან, როდესაც ჩანკაიში წავიდა ტაივანზე და დაიკავა კუნძული, იყო გომინდანის პარტია. გომინდანის პარტიას ჰქონდა ესეთი პოზიცია, რომ ისინი იყვნენ რეალურად ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩინეთის და ტაივანი ეკუთვნოდა ჩინეთს და ტაივანელებს ჰქონდათ ჩინური იდენტობა. თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა უკვე დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2000-იანი წლებიდან მოვიდა დემოკრატიულ პროგრესული პარტია სათავეში, რომელმაც უკვე დაიწყო აქტიურად უფრო დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფული პოზიციის გატარება, რომ ტაივანი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი. გარდა ამისა, ამას შეუწყო ხელი იმანაც, რომ ნელ-ნელა ტაივანელებში ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, ტაივანური იდენტობა და აღარ თვლიდნენ თავს ჩინელებად, თვლიდნენ თავს ტაივანელებას და დღემდეც ასე გრძელდება. როგორი არის ამ ყველაფერში ვაშინგტონის დამოკიდებულება? ვაშინგტონის დამოკიდებულება თავიდან იყო ნეიტრალური, თუმცაღა გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მსოფლიო ომში იაპონია იყო მათი მოწინააღმდეგე, ჩინეთი იაპონიის მეორე ომის დროს ჩაერთო ჩინელების მხარეს და ჩანკაიში იყო ამერიკელების მოკავშირე. შემდგომ, როდესაც უკვე სამოქალაქო ომი დაიწყო ჩანკაიშსა და მაო ძედუნს შორის, ჩანკაიშს დაუჭირეს ამერიკელებმა მხარი. და პირველ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა ნეიტრალური პოზიცია. თუმცა, როდესაც დაიწყო კორეის ომი, ამან მიახვედრა, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომ თუ არ ჩაერეოდა ამ კონფლიქტში, დაიწყებოდა კომუნიზმის ექსპანსია. რაც ძალთა ბალანსისათვის და როგორც რეგიონული, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის საკმაოდ ესეთი საფრთხის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აი ამ მომენტიდან დაიწყო აქტიური მხარდაჭერა ტაივანის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ტაივანს როგორც დამოუკიდებელს. თუმცა ყოველთვის უსვავს ხაზს იმას, რომ თუ ჩინეთი გამოიყენებს ძალას ტაივანის წინააღმდეგ, ის აუცილებლად ჩაერევა ამ კონფლიქტში. გარდა ამისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ხელშეკრულება, რომ არ უნდა მიაწოდოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იარაღი ტაივანს, ამ ხელშეკრულების შემდგომი განმარტება ესეთი იყო ამერიკელების მხრიდან, რომ სანამ ტაივანს ემუქრება საფრთხე თქვენი მხრიდან, ჩვენ გავაგრძელებთ იმ რაოდენობის იარაღის მიწოდებას ტაივანელებისათვის, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მათ თავი დაიცვან. აქედან გამომდინარე, დღემდე აქტიურად აწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უფრო გააძლიერა იარაღის მიწოდება ტაივანისათვის. იმიტომ რომ ჩინეთიც ზეწოლას ყოველდღიურად აძლიერებს ტაივანზე, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სათავეში არის დემოკრატიულ პროგრესული პარტია, რომელიც ატარებს პირდაპირ ნარატივს, რომ ტაივანი უნდა იყოს დამოუკიდებელი. როგორი არის ამ ყველაფერთან საერთაშორისო დახტოვების დამოკიდებულება, საერთაშორისო ორგანიზაციების? საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ ერთი ჩინეთის პრინციპს. და გაეროშიც უნდა აღინიშნოს, რომ გაეროშიც არის ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩინეთისა თვითონ კომუნისტური პარტია.
ამჟამად 12 ქვეყანა აღიარებს მხოლოდ ტაივანს როგორც დამოუკიდებელს. ადრე იყო 24, თუმცა ეს რიცხვი ნელ-ნელა მცირდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ტაივანსაც არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა ჯერჯერობით. როგორი არის ამ ყველაფერში ესეთი მსხვილი მოთამაშეების როლი, როგორიცაა სამხრეთ კორეა და იაპონია? ბოლო პერიოდში აღინიშნება, ასე ვთქვათ, ალიანსის ჩამოყალიბება, სამხრეთ კორეას, იაპონიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის, რათა დააბალანსონ ჩინეთი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი ყოველდღიურად ძლიერდება, აძლიერებს ზეწოლას ტაივანზე და ცდილობენ, რომ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობით ერთიანი ალიანსის შექმნით, რაც მოიცავს თუნდაც წვრთნების ჩატარებას, საერთო სამხედრო წვრთნების, ასე ვთქვათ, დააბალანსონ ჩინეთი. ეს სამხედრო ალიანსი იქნება უკვე? ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით ასეთი სახე არ აქვს მიცემული, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება მომავალში ასეთი სახეც მიეცეს. და ბოლოს თქვენი კვლევის ესე ვთქვათ, სულ ბოლოს რა პროგნოზი გაქვთ? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? მიუხედავად იმისა, რომ ჩინელების მე ზოგადად კვლევა ჩავატარე, რას ფიქრობდნენ ჩინეთის მოქალაქეები ამ საკითხთან დაკავშირებით. რომ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ძალიან ბევრმა ჩინეთის მოქალაქემ აღნიშნა ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ამდენი წელია, 1959 წლიდან მუდმივად ცდილობენ, რომ შეიერთონ ტაივანი, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ერთადერთი მათი გამოსავალი არის ის, რომ სამხედრო ძალით აიძულონ ტაივანი, რომ ჩაერიოს, დაბრუნდეს ჩინეთთან გაერთიანდეს. თუმცა მე ვფიქრობ, რეალურად ეს ამჟამად შეუძლებელია და ყველაზე მოსალოდნელია, რომ შენარჩუნდეს სტატუს quo. თანაც სტატისტიკის მიხედვით ტაივანში მოსახლეობის 88% უჭერს მხარს სტატუს quo-ს შენარჩუნებას და არა ეს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სანამ ტაივანი არ გადადგავს რეალურ ნაბიჯებს იმისკენ, რომ მან დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, მანამდე სტატუს quo-ს შენარჩუნება ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი. ერთი კითხვაც, პეკინის მიერ რამდენად გამოიყენება ჰიბრიდული ომის მექანიზმები ტაივანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პოლიტიკურ ჭრილში ვამბობ, რომ შეცვალოს პოლიტიკური მიდგომა, ასე ვთქვათ, თვითონ პეკინის მიმართ. ტაივანის მიდგომა პეკინის მიმართ, ხო? ტაივანელები მამამართულები. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გამოიყენება. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ვთქვათ, დაარწმუნონ ტაივანელები, თუნდაც აი ეკონომიკური ჭრილის სახით, აი გახსნილები არიან იმ მხრივ, რომ მიიღონ სტუდენტები ტაივანიდან, მისცენ სტიპენდია მათ, ისწავლონ იქ. რითაც აი ასე ვთქვათ, რბილი ძალით დაანახონ, რომ აი დაბრუნდნენ, ვთქვათ და ასე შემდეგ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტაივანი უკვე ეკონომიკურად დამოუკიდებელია, ძლიერია, არის ნახევარგამტარების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, უკვე აღარ აქვს ეკონომიკური ბერკეტი, ან ვეღარ ახდენს გავლენას ტაივანზე, რომ აიძულოს მას გაერთიანება. და ამჟამად მოკლედ ასეთი შეუძლებელი უკვე აღარანაირი. აი, ჰქონდა რამოდენიმე კოზირი, თუნდაც ეკონომიკური პირველ რიგში, რომ ყოველთვის აცხადებდნენ ხოლმე, როდესაც გამოდიოდნენ და ეს ოფიციალურ ნაწერებში თეთრი წიგნი აქვს, რომელიც ამჟამად 3 ნაწილი არის გამოქვეყნებული, ყოველთვის უსვამდნენ ხაზს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ტაივანი ჩვენთან დაბრუნდება, ეს იქნება მათთვის ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 21 საუკუნიდან ძალიან სწრაფად განვითარდა, მანამდე სწრაფად ვითარდებოდა და უკვე 21 საუკუნიდან შემდგარი ეკონომიკით არის წარმოდგენილი მსოფლიო ასპარეზზე, უკვე ეს კოზირი აღარ აქვს. გარდა ამისა, ჩინეთი ყოველთვის უსვამდა ხოლმე ხაზს იმას, რომ პოცდამის და კაიროს დეკლარაციების მიხედვით ტაივანი არის მათი ტერიტორია. თუმცა ესეც არ შეესაბამება რეალობას, იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში, როდესაც კაიროს და პოცდამის დეკლარაციები გაფორმდა, ტაივანი ეკუთვნოდა იაპონიას და მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი იყო იაპონია. იაპონია არ აწერდა ხელს, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ჭრილშიც ეს არგუმენტი გაბათილებულია. ძალიან დიდი მადლობა. მითხარი, თქვი სახელი გვარი და რომელი კურსის თუ აღარ ახალ. დავამთავრე უკვე, კი ბატონო, ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები დავასრულე ბაკალავრი. ნინო ფეიქრიშვილი.